საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. ეკონომიკის მინისტრის მარიამ მქრუვიშვილის განცხადებით IDS ბორჯომი ახალ ქარხანაში 600 სამუშაო ადგილს ქმნის, სადაც ყველა დასაქმებული ბორჯომელია. ამის შესახებ მან კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ახალი ქარხნის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. თემაზე მეც გიყვებით საქმიან საღამოში. მიმდინარე წელს საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაეზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 100 მილიონზე მეტი ღირებულების 152 მილიონ 252.386 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მცხეთა-მთიანეთის მხარეში 3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა. სკოლების სრული რეაბილიტაცია განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება ჯამში 10.909.313 ლარია. თავმოშედობის საქმიანი საღამოს სტუდიიდან მოგესალმებით, საიდანაც ყველაზე საქმიან და საჭირო ინფორმაციას გიზიარებთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქართველოში სალიზინგო სექტორის პორტფელის მოცულობამ 800 მილიონ ლარს მიაღწია. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესის მხრიდან სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობა სამშენებლო სექტორიდან ფიქსირდება. ამასთან ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია საცალო მიმართულება, მათ შორის ავტოლიზინგი. კრედიტ-ინფო საქართველოს მონაცემებით მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით სალიზინგო კომპანიების მსესხებლების რაოდენობა თითქმის 26,000 მიაღწია, რაც წლიურად 6,000-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სალიზინგო პორტფელი დაახლოებით 800 მილიონს გაუტოლდა, ზრდა არის, კონცენტრაცია ისევ ძირითადად კორპორატიულ სეგმენტზეა, თუმცა შეიძლება შეიგრძნობა ცვლილება. ეს ცვლილება განსაკუთრებით ჩვენს პორტფელში არის, ჩვენ მოახდინეთ პორტფელის დივერსიფიცირება, დღეისათვის უკვე ჩვენს პორტფელში დაახლოებით 34%-ისა რიტეილის მიმართულებით, საცალო მიმართულებით, ხოლო წლის ბოლოსთვის კონცენტრაცია ჰქონდა 27%. სექტორში დიდად არ შეცვლილად 11-14%-ის ფარგლებში არის საცალო დაბანდება, მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, ტრენდი არის ის, რომ ბიზნეს დასთან ერთად უფრო გააქტიურდა საცალო სექტორი და საცალო სექტორის მიმართულებით დაფინანსება პრიორიტეტული გახდა წელს. დაახლოებით 100 მილიონით გავზარდეთ ჩვენ დღევანდელი პორტფელი და მივაღწიეთ 680 მილიონს, გადავსდით 680 მილიონს, რაც აისახება იმაში, რომ ჩვენ ბაზრის ლიდერობა კვლავ გამყარდა და დაახლოებით 97%. ბაზარიც ასევე დინამიურად ვითარდება, ბაზარიც განცდილია. დღეს თლიანი სალიზინგო ბაზარი 795 მილიონ ლარს უწოდება. ძირითადი ზრდის მიმართულებები იყო ვაჭრობა, იყო ინფრასტრუქტურა და რასაკურველია საცალო მიმართულება. იმიტომ რომ ჩვენთვის 2024 წლიდან პრიორიტეტული მიმართულებაა საცალო. ენერგეტიკაში CFD მექანიზმის შემოღება ინვესტორების ინტერესი განსაკუთრებით ქარისგან მზის სადგურების მიმართ გაზარდა, თუმცა ქსელს მათი მიღება ამ ეტაპზე შეზღუდული აქვს. მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, სამინისტროში მზის 6,000 მეგავატი სიმძლავრის 400 პროექტზეა განაცხადი შეტანილი, მაშინ როდესაც სისტემას მხოლოდ 1000 მეგავატის ინტეგრირება შეუძლია. შესაბამისად, თორნიკე ფერჯანიას ვამს კითხვას, ამ პირობებში როგორ წარმოუდგენია ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული პროექტების განხორციელება. კონკრეტულად არ ითქვა თუ რა კრიტერიუმებით გაცხრილავენ ან შეარჩევენ იმ პროექტებს, რომლებიც ახლა საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წარდგენილი სამინისტროში. ჩვენ ვიცით, რომ 400 პროექტზე მეტია წარდგენილი, შეიძლება აჭარბებდეს 6,000 მეგავატ სიმძლავრეს ეს პროექტები. ჩვენ ვიცით, რომ სისტემა შეუძლია დაახლოებით 1000 მეგავატის ინტეგრირება, ხოლო დანარჩენი 5,000-ზე რომც გაიცეს დღეს მემორანდუმები, ეს ფიზიკურად ვერ აშენდება, იმიტომ რომ სისტემას ვერ ძალუძს ამისი ინტეგრაცია
კონცენტრაცია თუ რა თქმა უნდა იქ არ გაუმჯობესდა ქსელი, არ აშენდა მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები ან სხვა ტიპის სადგურები, ღებათბო სადგურის და ასე შემდეგ. ანუ ამის გარეშე შესაძლოა ქაღალდზე დარჩეს. ხო, ამის გარეშე ხო ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩება. ეხლა თეორიულად შესაძლებელია სამინისტროში წარდგენილია ორი პროექტი, რომელსაც და ჩვენს გვაქვს ესეთი პროექტები, რომლებსაც მართლა ინვესტორებიდან სესხი დამტკიცებული არის, უკვე უნდათ რომ გადავიდნენ მშენებლობის ეტაპზე და ეს პროექტი განახორციელონ და ვიღაცა, რომელსაც პირობითად შეიძლება რომ ეს ამ პროექტის უბრალოდ გაყიდვა უნდოდეს. ასე ვთქვათ, როგორც ეძახიან ხოლმე ფურცლის გაყიდვა, ხო? ამიტომ ამორის ერთმანეთისგან გამიჯვნას რანაირად გააკეთებს სამინისტრო, ამისი კრიტერიუმები არ არსებობს. საქართველოს ამერიკელი ბიზნესმენები სტუმრობდნენ საელჩოს ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა უმასპინძლა ამერიკელი ბიზნეს ხელმძღვანელების დელეგაციას და საქართველოს ბიზნესის და სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს. დელეგაცია ეწვია საქართველოს, ყაზახეთს და აზერბაიჯანს, რათა გაცნობოდა შუა და ერევნის რეგიონში არსებულ საშუალებებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და ლოგისტიკის სფეროებში. შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილიც. ამერიკელი ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს თანამშრომლობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროებში, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით მინისტრმა ქრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი პეტროკას ენერგი ჯგუფის აქციონერი აღარ არის. 2025 წლის 25 აპრილს განხორციელებული გარეგების შედეგად ჯგუფის არსებულმა აქციონერებმა სრულად გამოისყიდეს იაკობაშვილის წილი პეტროკასში. კომპანიის ინფორმაციით აღნიშნული ცვლილება სრულ თანხმდრაშია პეტროკასის გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც მოიცავს ტრეიდინგის, სასწავლო ვაჭრობის ქსელების, ლოგისტიკისა და ავიასაწვავის მიწოდების სერვისების გაფართოებას ევრაზიის მასშტაბით და მათ შორის მის ფარგლებს გარეთაც. ენერგოკომპანია აერთიანებს ისეთ შვილობილ კომპანიებს, როგორებიც არიან Gulf Georgia, Gulf Aviacija და ფოთის ნავთობ ტერმინალი. აღნიშნული ჯგუფი გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქვეყანაში 2011 წლიდან ოპერირებს. ჯგუფის კონტრიბუცია საგადასახადო მიმართულებით დაარსების დღიდან მოყოლებული 700 მილიონ ლარს აჭარბებს. IDS ბორჯომი საქართველოს პირველი ქართული მინერალური წყლის ბორჯომის წარმოების 135 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ჩამოსხმელი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ დოლარს შეადგენს. ბორჯომის ახალი ქარხანა ყვიბისში ყოფილი ნომერ მეორე ჩამოსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48000 კვადრატული მეტრია. კომპანიის ინფორმაციით მასშტაბითა და წარმოების საშუალებებით საქართველოში მის ყველაზე დიდი საწარმოა ჩამოსხმელ სექტორში. ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ეტაპობრივად ფაზების მიხედვით მიმდინარეობდა. ქარხნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამხდარიყო კომპანია IDS ბორჯომის აქციონერი გადაარჩინა კომპანია. ჩვენ არა მარტო აღვადგინეთ შეჩერებული პროცესი, არამედ დავაფიქსირეთ უპრეცედენტო ზრდა. გამავითარეთ და გავამდიდეთ კომპანიის პორტფელი ინოვაციური პროდუქტებით. დავიწყეთ ქარხნის მშენებლობის უმნიშვნელოვანესი პროცესი და დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ ახალი ქარხნის გახსნას. ეს არის უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც განვითარების ახალ საფეხურზე გადაყავს კომპანია. ჩვენი მიზანი იყო ერთის მხრივ ღირსეულად გაგვერძელებინა ბორჯომის როგორც 135 წლიანი ბრენდის ისტორია და მეორე მხრივ შეგვექმნა სივრცე მომავალი პროექტებისთვის. ამერიდან უკვე ერთ ახალ გაერთიანებულ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება ბორჯომის პორტფელში არსებული მინერალური წყლების და ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება ერთგვარი ხიდი ბორჯომის მემკვიდრეობასა და მის მომავალ შორის. სულ რაღაც 2 წლის წინ დაიწყო სამუშაოები და დღეს შედეგად აქ ყვიბისში 48000 კვადრატულ მეტრზე საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა გაიხსნა. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. 4 ულტრათანამედროვე ჩამოსხმელი ხაზის საწყის სიმძლავრე წელიწადში, როგორც გითხრეს, იქნება 750 მილიონი ბოთლი, 2030 წლისთვის კი მილიარდ ბოთლს მიაღწევს. ამ პროექტისთვის გააღებული 120 მილიონიანი ინვესტიცია უმსხვილესია, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ სექტორში განხორციელებულა.
მიმდინარე წელს საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით იანვარ-ივლისში საქართველოსთან ექსპორტზე 100 მილიონი დოლარის 152 მილიონი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა. 7 თვეში მიღებული შემოსავალი 3.5% დააჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის 97 მილიონ დოლარს, ხოლო ლიტრებში გამოხატული ექსპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა. ეს კი მიანიშნებს, რომ ექსპორტი შედარებით გაძვირებულია. საქართველოს მიმდინარე წლის 7 თვეში ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით შემოსავალი გაიზარდა. ადგილობრივი წარმოების ნატურალური წვენების მცირე ექსპორტის მიუხედავად გაყიდვების დინამიკა მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 14.2 მილიონი დოლარის ღირებულების 8739 ტონა ქართული ნატურალური წვენები გაიყიდა, რაც ადგილობრივი ექსპორტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით წლის ამ პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 9.5%-ით გაიზარდა. გადაზიდული ტვირთის მოცულობა კი შედარებით ნაკლებად, თითქმის 1%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს ნატურალური ხილის წვენები გაძვირდა, თუ 2024 წლის 7 თვეში 1 ტონა ექსპორტირებული წვენების საშუალო ფასი 1499 დოლარი იყო, წელს ამავე პერიოდში 1627 დოლარამდე გაიზარდა. ხილისა და ბოსტნეულის წვენები 2025 წლის პირველ 7 თვეში დაახლოებით 39 ქვეყანაში გაიყიდა. მთავარი საექსპორტო ქვეყნები არის ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ქართული ნატურალური წვენები ყველაზე ძვირად იაპონიასა და გერმანიაში იყიდება. საქართველოში პირველი ლაივ აუქციონი 27 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ლაიონ ავტო. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიება იმართება. აქამდე ანალოგი არც ჩვენს ქვეყანაში და არც ამიერკავკასიაში ყოფილა. ღონისძიება წეროვანში ლაიონ ავტოს ავტოსადგომის ტერიტორიაზე დაიწყება დღის 12 საათიდან. კომპანია გამჭვირვალდა საინტერესო აუქციონს, მანქანების მრავალფეროვან არჩევანს და დაბალ ფასებს აანონსებს. ხო, დღეს აუქციონი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ. ნამდვილი კი, როგორც ამერიკაში, ოღონდ აქ ყავთ მანქანები. რეალურად ნახავთ ხა? არ გიხება სამკითხო რა ჩამოვა და როგორია. რატომ იწევს ყოველთვის რაღაცების ახსნა? უბრალოდ მინდა მივიდე ადგილზე და ვნახო რას ვყიდულობ. 5 წუთის და ადგილზე ვარ. ფეხი უნდა აუწყო დროს. ეს არის მანქანის ყიდვის სრულიად ახალი კულტურა. აი მალე ვიქნები და დაგირეკა ვიდეო თვალეთ. Die Preise sind sehr niedrig und zuverlässig. Die Preise sind sehr niedrig. Wir sind ganz in der Nähe. პირველი ამერიკული ლაივ აუქციონი საქართველოში. ნუ იფიქრებ დიდხანს. 27 სექტემბრიდან აუქციონები ყოველ შაბათს. შენ თვალწინ და შენი მონაწილეობით წეროვანში გაიმართება. შეიძინე ავტომობილი ლაიონ აუქციონზე ყველაზე დაბალ ფასად. გაბედე და გაბიდე. აუქციონზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდი. ფიფკი 0880. საქმეის საღამოს დასრულების შემდეგ თელარგელანტიას წერტილი გეოლდებათ, ნახოთ გადაცემის ანონსი. სუსი ქართული ოცნების ყოფილი თანამდებობის პირების კორუფციის ბრალდებით დაკავებას აგრძელებს. მინისტრის ყოფილი მოადგილეების შემდეგ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. რატომ არის რთულად დასაჯერებელი, რომ ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს გადაწყვიტა კორუფციასთან ბრძოლა და სინამდვილეში რა მოტივი ამოძრავებს მმართველ პარტიას. ირაკლი კობახიძის გუნდის ამ და სხვა ქმედებების სამართლებრივი შეფასებები დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე იურისტი კახა კოჟორიძე, კომპანია კოჟორიძე და იურისტების დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმეს საღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბირჟებზე საუბრით და უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან პოზიტიური იყო. საშუალოდ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ. ძირითადი ინდექსებთან მიმართებით, S&P 500-მა და Dow Jones-მა ახალ რეკორდულ ნიშნულებსაც კი მიაღწიეს. მართალია დღეს S&P 500 და Dow Jones დიდად გამორჩეული შედეგი არ აქვს, მაგრამ Nasdaq-ი ახალ რეკორდზე ავიდა. როგორც ხედავთ, ის უკვე იმყოფება 22127-იან ნიშნულზე, რომელზედაც ის პირველად არის ამჟამად და დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, როგორც ხედავთ, ფიქსირდება 0.51%-იანი ზრდა, მოკლედ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ბოლო პერიოდის განმავლობაში აქვთ უბრალოდ ფენომენალური შედეგები. მათი შედეგები კი აი დაახლოებით ასე გამოიყურება. როგორც ხედავთ, დღის განმავლობაში კარგი შედეგით არის წარმოდგენილი Microsoft-ი, 2%-ზე მეტი აქვს მას ზრდა და 3.8 მილიარდია მისი კაპიტალიზაცია. ძალიან დიდი ვარაუდით ის უკვე რამდენიმე თვეში შეუერთდება 4 ტრილიონიანი კომპანიების კლუბს, სადაც
რეალურად იქნება სულ ორი კომპანია, Nvidia და Microsoft-ი. Apple-ს დიდად სახარბიელო პერიოდი არ ჰქონია, როგორც ხედავთ, iPhone 17 სერიის წარმოდგენის შემდეგ მისი კაპიტალიზაცია დაეცა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით. ეს ვარდნაკი მარტივი მოცემულობით იყო განპირობებული, რომ Apple-ს არანაირი რეალური სიახლე არ წარმოუდგენია და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანია არის უბრალოდ სტაგნაციის ეპოქაში. მართალია დღეს მცირედი ზრდა გვაქვს, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში Apple-ის შედეგებს რთულია მოსაწონი და სახარბიელო ვუწოდოთ. აქ უნდა ვისაუბროთ Tesla-ზეც, რომელიც დღეს დამატებით 6.5%-ით გაიზარდა და მისი კაპიტალიზაცია უკვე შეადგენს $1.67 მილიარდ. მიუხედავად გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნისა, Tesla-ს მაინც ძალიან კარგი შედეგები აქვს, ეს უფრო მეტად უკავშირდება ავტოპილოტის ფუნქციონალის განვითარებას და იმ მოლოდინს, რომ ძალიან ბევრი კომპანია სავარაუდოდ Tesla-ს ავტოპილოტის დანერგვას და შესაბამისად ამ სერვისით კომპანიისათვის ფულის მიწოდებას გადაწყვეტს, თუ კი ეს რეალობა მართლაც ასეთი იქნა, ამ შემთხვევაში Tesla-ს კაპიტალიზაცია ნამდვილად ძალიან მაღალი იქნება, ძალიან დიდი ვარაუდით. აქვე ევროპასა და აზიაზეც უნდა ვისაუბროთ, აქ დიდად გამორჩეული ცვლილებები და რყევები არ გვაქვს. ერთადერთი კარგი შედეგი Nikkei-ს ჰქონდა, რომელიც დამატებით, როგორც ხედავთ, გაიზარდა 1%-ით. რა თქმა უნდა, ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც არის გაძვირებული ასევე 1%-ით. Brent-ის ფასი არის $67, WTI კი დაახლოებით $63 ევაჭრება, რაც შეეხება ბუნებრივ აირს. ის ერთ კვირაში ლამის 2%-ით არის გაძვირებული და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება უკვე აღწევს 33 ევროს. ოქროზეც ვისაუბროთ, მანაც მიაღწია ახალ რეკორდულ ნიშნულს, რომელიც იყო $3670. ამ ეტაპზე $3647 ნიშნულზე ვართ, რაც ნიშნავს, რომ ერთ თვეში ზრდა არის ლამის 9%, ერთ წლიან პერიოდში კი თითქმის 41%, ვერცხლსაც ანალოგიურად კარგი შედეგი აქვს, კერძოდ ერთ წლიან პერიოდში პლუს 27.9%, ჯამში ოქროსაც და ვერცხლსაც აქვთ შესანიშნავი შედეგები. კრიპტოინდუსტრიაზე გადავინაცვლოთ ამ შემთხვევაში. და არის აქაც 1%-იანი ინდუსტრიის შეფასება კი არის, როგორც ხედავთ, 4 ტრილიონი 100 მილიარდი დოლარი. ბიტკოინი 115,300-ად ივაჭრება, ეთერიუმი კი დაახლოებით უკვე 4,600 არის წარმოდგენილი. ზრდა გვაქვს აბსოლუტურად ყველა მსხვილ კრიპტოაქტივთან მიმართებით, როგორც ხედავთ, ბიტკოინი ერთ კვირაში 4%-ზე მეტითაა გაძვირებული, ეთერიუმი კი 6.5%-ით. კაპიტალიზაციას რაც შეეხება, ეთერიუმთან მიმართებით 559 მილიარდი გვაქვს, ბიტკოინთან კი 2,296 მილიარდი დოლარი. აქ უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, რომლებმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვითარების დასტაბილურება შეძლეს და საქართველოს ბანკს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ კარგი ვითარება აქვს, ის ბარდნა, რომელიც დაფიქსირდა თვის დასაწყისში ერთგვარად უკვე არის დაკორექტირებული. TBC-ზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ასევე საკმაოდ მაღალი ვოლატილობა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, დღევანდელ საბაჭრო სესიაზე კი იყო 9%-იანი ვარდნა, თუმცა თუ კი გადავხედავთ გრძელვადიან პერსპექტივას, ნახავთ, რომ TBC-ის აქციებიც შედარებით არის გამოსწორებული, რა თქმა უნდა, ისტორიულ მაქსიმუმთან. საკმაოდ დიდი მანძილი გვაშორებს, თუმცა თუ კი ასე გაგრძელდა ტენდენცია, სავარაუდოდ ვითარება მომავალშიც გამოსწორდება. ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ აქვე, რომლის გასვლელი კურსიც დოლართან მიმართებით, როგორც თავად ხედავთ, არის 2.70. ევროს კურსი გვაქვს 3.16, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.65. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ Foresight Investment Group-ზე და მის მიერ შემოთავაზებულ ძალიან საინტერესო შესაძლებლობაზე. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გააძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალოდ სტანდარტულად შეადგენს 9.5%, ხოლო ანგარიშზე 50,000 მეტის. ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს კიდეც 11%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ესე ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმიან საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. საქმიანი საღამოს მოკლე ანონსი. ტრადიციულად მერეკლე ფოლადიშვილს აქვს საინტერესო თემა მომზადებული, რომელიც უკავშირდება მიგრაციას და მისგან გამოწვეულ პრობლემებს. საინტერესო პრეზენტაცია იქნება რამდენიმე წუთში. დავალოდებით ერეკლეს საქმიანი საღამოს პირდაპირ ეთერში. ასევე დღეს ვისაუბრეთ ECB-ის გადაწყვეტილებაზე. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება ECB-ისგან, რომელიც პრინციპში მოსაოდნელი იყოს, რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ ამ თემასაც.
დღეს ასევე საქმიან საღამოში ბევრს ვისაუბრებთ კორპორაციულ სექტორზე. ედობის აქვს კარგი შედეგები, რაც მისი აქციების ღირებულებაზე სასახულია და ასევე ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ბოლო 2 დღის განმავლობაში აღმოჩნდა ჩინური Alibaba. როგორც ჩანს, კომპანიამ შეძლო Nvidia-ს კონკურენტი AI ჩიპის შექმნა, მისი წარმოება და მათ შორის გამოცდაც კი. ეს სიახლე, რა თქმა უნდა, ინვესტორებმა მიიღეს ძალიან პოზიტიურად და უფრო დეტალურად ამ ამბის შესახებ რამდენიმე წუთში მოგიყვებით. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს 2 მრჩეველი დარჩა, როგორც BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი კობახიძის უფასო მრჩევლებად ლევან იზორია და ანრი ოხანაშვილი რჩებიან. პირველი რჩევებს განათლების საკითხებში აძლევს, მეორე კი უსაფრთხოების საკითხებში. ირაკლი კობახიძის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი აღარ არის ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეს სტატუსი ეკონომიკის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ივნისში მიიღო, თუმცა ის ეკონომიკური საბჭოს მდივნად რჩება. როგორც ცნობილია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით 1 აგვისტოდან მრჩეველის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა. შესაძლოა ეს არის მიზეზი, რატომაც ირაკლი კობახიძეს მხოლოდ 2 მრჩეველი დარჩა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა რიგებში იყვნენ ნინო იობაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ზურაბ ბაბაშიძე და ლევან იზორია. დღეს ერეკლე ფოლადიშვილმა საუბრის თემად მიგრაცია შეარჩია. ეს საკითხი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში პრობლემატურად ითვლება, მათ შორის საქართველოშიც. რა იწვევს მასთან, როგორაა შესაძლებელი მასთან გამკლავება, ამაზე ვრცლად ახლა ერეკლე თავადი საუბრობს, ერეკლე საღამოშვიდობის. საღამოშვიდობისა. მიგრაცია არის თემა, რომელზეც დღეს მსურს გესაუბროთ. თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის სამუშაო ძალისა თუ ტვინების გადინება უდიდესი გამოწვევაა. სახელმწიფოების ნაწილისთვის პრობლემა მშრომელი ადამიანების საზღვარგარეთ წასვლაა, ნაწილისთვის კი უცხოელების შემოსვლა და დამკვიდრება. ცხადი არიან ისეთებიც, რომელთა ეკონომიკა გარკვეულწილად სწორედ უკეთესი ცხოვრების იმედით ჩასულ ადამიანებზე დგას და ამის იდეალური მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა წლების განმავლობაში პოზიციები ასეთ ქვეყნებშიც კი შეიცვალა. და მაინც რა იწვევს მიგრაციას, რა რეალობის წინაშე აყენებს ის ქვეყნებს და როგორია ამ საკითხთან გამკლავების კუთხით საერთაშორისო გამოცდილება. ვიდრე სხვა ქვეყნებს შევეხებით, არ გვაქვს უფლება საქართველოზე არ ვისაუბროთ. დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების დღიდან მიგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს გამოწვევად იქცა. თავდაპირველად საქართველოდან წასვლის მიზანი უკმაპურის შოვნა იყო. დროთა განმავლობაში კი გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არა უბრალოდ საშრომად მიდიან და ბრუნდებიან, არამედ სამუდამოდ ემშვიდობებიან მშობლიურ ქვეყანას, რადგან ხედავენ, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეს, უბრალოდ არ ფასდება. დრო კი გადის. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2024 წელს საქართველოში პოზიტიური მიგრაციული სალდო დაფიქსირდა. შემოვიდა 14386 ადამიანი თმეტი, თუმცა ეს არა ქართველების, არამედ უცხოელების ხარჯზე მოხდა. საქართველო შრომის უნარიანმა 52000 ადამიანმა დატოვა. ბოლო პერიოდში ხშირად მოისმენთ ფრაზას, რომ მიგრაციას საზღვრების გახსნამ შეუწყო ხელი. ჯერ იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, შემდეგ კი ვიზა ლიბერალიზაციის მიღება. ასეთ დროს ყველაზე ლოგიკური და სწორი საპასუხო არგუმენტი ასეთია: კარგ ცხოვრებას არასდროს არავინ გაურბის. ეს სიტყვები მხოლოდ ჩვენ არ მოგვემართება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო პერიოდში 60-ს გადასცდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა შიდა პროდუქტის 3%-ს ან მეტს სწორედ ემიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები ქმნის. ცხადია, მათ შორისაა საქართველო, სადაც გასულ წელს 3.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა და მშპ-ს 12% შეადგინა. და მაინც რა იწვევს ასეთ მძიმე შედეგს? ეკონომიკური თვალსაზრისით მიგრაციას დაბალი ანაზღაურება, ცოდნის შესაფერისი სამუშაო ადგილების სიმწირე, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და პერსპექტივის არარსებობა განაპირობებს. ადამიანმა შეიძლება ერთ პოზიციაზე წლები იმუშაოს და თვიდან თვემდე თავის რჩენის გარდა ვერაფერი შეძლოს. შეიძლება ბევრი იშრომოს, თუმცა პროფესიულად ვერ განვითარდეს. შეიძლება დამსაქმებელმა დაარღვიოს მისი შრომითი უფლება, თუმცა გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდეს. მოკლედ, მიზეზი არაერთია. მთავარია საქმე აქამდე არ მივიდეს. ისეთი რამ არ მოხდეს, როგორიც ირლანდიაში 2008-12 წლებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოხდა, როცა ქვეყანა შრომის უნარიანი მოსახლეობის 12%-მა, ანუ 250,000 ადამიანმა დატოვა. პრობლემებზე ამდენი საუბრის შემდეგ ლოგიკურად ჩდება კითხვა,
რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს, მიგრაცია შენელდეს და მოსახლეობა დაბრუნდეს. ამის კარგი მაგალითი თავად ირლანდიაა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელმაც სულ რაღაც 5-7 წელიწადში იმ მასშტაბს მიაღწია, როცა ყოველწლიურად სამშობლოში 30,000-ზე მეტი ემიგრანტი ბრუნდებოდა. პირველი, რაც ირლანდიის ხელისუფლებამ გააკეთა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო, თანაც ტექნოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ სექტორებში. ქვეყანაში ფული დააბანდეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც Apple, Google და Pfizer არიან. მათ 10,000-ობით ახალი სამუშაო ადგილი გააჩინეს. ადგილები, რომლებიც მაღალკვალიფიციური განათლებისა და ცოდნის მქონე ირლანდიელებმა შეავსეს. ამასთან ირლანდიის მთავრობამ კორპორაციული სექტორისთვის გადასახადები დაწია, რამაც ბიზნესს მეტი ფულის რეინვესტირებისა და შესაბამისად გაფართოების საშუალება მისცა. რაც მთავარია, მთავრობამ პრიორიტეტად აქცია ირლანდიელი ემიგრანტებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა. მოკლედ, გადაიდგა არაერთი ეკონომიკური ნაბიჯი, რათა ემიგრირებული ადამიანებისთვის ირლანდია უფრო მიმზიდველი ყოფილიყო და მთელმა ამ ცდილობამ შედეგიც გამოიღო. ასე ხდება, როცა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მიგრაციის დასრულებაა და არა თანამოქალაქეების ჩანაცვლება. მადლობა, ეს ერეკლე ფოლადიშვილი იყო. ონლაინ ვაჭრობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომართვიანობის თითქმის 70% უკავია. ამის შესახებ GCCA-ში თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს. მის კომენტარს სააგენტო ავრცელებს. მისივე ცნობით, მიმდინარე წელს ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით სააგენტოში მომართვიანობა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი, რაც თავის მხრივ სააგენტოს საქმიანობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობას უსვამს ხაზს. მისივე თქმით, გადაწყვეტილებების თითქმის 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გამოდის. დაკავებულია მე-6 საავტორო სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშიდან 2,100,000 გადაირიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო. ამის შესახებ პროკურატურა იტყობინება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის რეაბილიტაციისთვის ფონდმა ქართულ დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 12 მილიონი ლარია. რო ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში, ამ მიმართულებით სიახლეები არ გვაკლია და დღეს ისე დაემთხვა, რომ ლამის ყველა სიახლე არის დაკავშირებული სამთავრობო ცვლილებებთან და ქვეყნების ლიდერებთან. პირველი სიახლე, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს უკავშირდება საფრანგეთს, სადაც ბოლო 2 წელიწადში უკვე მე-5 პრემიერ-მინისტრი ინიშნება, სებასტიან ლეკორუზე იქნება ახალი პრემიერი, რომელიც აქამდე ცნობილი იყო თავდაცვის მინისტრის რანგში. ეს ადამიანი ამ პოსტზე დაამტკიცა ემანუელ მაკრონმა, ვინაიდან ის არის მაკრონისტი, მისი მხარდაჭერი, მისი იდეოლოგიის მიმდევარი და ასევე სანდოპირი, ზოგადად მაკრონის გუნდში, მაგრამ ერთი გასათვალისწინებელი აქ ის არის, რომ 2 წელიწადში რომ 5 ადამიანი არის გამოცვლილი პოსტზე, ეს იმას მიუთითებს, რომ სავარაუდოდ არც მისი პრემიერობა იქნება დიდად ხანგრძლივი და სტაბილური. აქ საუბარი გვაქვს საფრანგეთზე, ქვეყანაზე, სადაც ლიდერების შეცვლა ძალიან უყვართ. ეს საფრანგეთის ყველაზე დიდი მონაპოვარიც არის და ყველაზე დიდი თავისტკიველი. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს იმ ვნებათა ღელვაში მყოფ საზოგადოებასა და დემოკრატიაზე, რომელსაც ფრანგული დემოკრატიის სახელით ვიცნობთ. მოკლედ, აქ საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანი იყო კონსერვატიული პარტიის წევრი, ხოლო 2017 წლიდან შემდეგ იგი გახდა, როგორც ვთქვი, მაკრონის გუნდის წევრი და იქიდან მოყოლებული ფაქტობრივად ის არ უხვევს გვერდით მიყვება ამ გზას. ძალიან ერთგულად იდეოლოგიურად კი არის მემარჯვენე ცენტრისტი. დიდად ის შეცვლის თუ არა საფრანგეთის მომავალს და პოლიტიკას, ამისი თქმა არის ძალიან რთული, როგორც ვთქვი, საფრანგეთში ჯერაც არ არის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებული, მთავრობასთან მიმართებით ნდობის საკითხი ჯერაც არის მორყეული და რამდენად სტაბილური და მყარი იქნება ზოგადად მისი ხელმძღვანელობა, ეს არის საკითხავი, ვნახოთ როგორ განვითარდება საფრანგეთის მოვლენები და მე-6-ად მოუწევთ თუ არა პრემიერის შეცვლა. სამპარტიული პარლამენტია, შესაბამისად გარკვეული პოლიტიკური კრიზისის ნიშნები, რა თქმა უნდა, არის ამ შემთხვევაში მინიმუმ ყველაფერზე დავაუწევთ. რა თქმა უნდა, ის მეტყველებს, რომ ეს მე-5 პრემიერ-მინისტრი ინიშნება უკვე 2 წლის განმავლობაში. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის მინისტრ
ministrობის პერიოდში უკრაინასთან მიმართებით მას არაერთხელ გამოუჩენია მხარდაჭერა, შესაბამისად ის იყო აქტიური მონაწილე საფრანგეთის დახმარებისა, რაც უკრაინისთვის საფრანგეთი აკეთებდა ამ დროის განმავლობაში, ანუ ამ მიმართულებით ცვლილებები საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს არ ექნება, შეიძლება პირიქით უფრო გააძლიეროს ხალხს ამ მიმართულებით. რომ გავაგრძელოთ სამთავრობო ცვლილებებზე და მთავრობებზე საუბარი, ნორვეგიაში უნდა გავემგზავროთ მემარცხენე ცენტრისტულმა პარტიამ არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. ამჯერად პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტურეს ლეიბორისტულმა პარტიამ ხმების 51.5% მოიპოვა და სულ ჯამში არის 169 მანდატი, 87 მანდატი მათ მიიღეს პარლამენტში. მართული პარტიის პოპულარობის კლების ფონზე სხვათა შორის მემარჯვენე პოპულისტების პროგრესის პარტიის შედეგები 21 წელთან შედარებით არის გაორმაგებული, რაც ალბათ საყურადღებო უნდა იყოს ნორვეგიაში სამთავრობო პარტიის მხრიდან და ამ შემთხვევაში 24%-ია მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი და 4 წელიწადში 12-დან 24%-ზე ასვლა საკმაოდ კარგი შედეგია ამ პოლიტიკური მოძრაობისათვის. წლევანდელ არჩევნებზე მოსახლეობის ყველაზე პრობლემურ საკითხებად ინფლაცია, საცხოვრებელი ხარჯების ზრდა და ასევე საჯარო სერვისებზე ფასების ზრდა დასახელდა, ანუ ეს ის პრობლემებია ნორვეგიაშიც, რა პრობლემებიც ალბათ გლობალური მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აწუხებს. პრინციპში ეს მთავარი გამოწვევა შეიძლება იყოს. ამასთან მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი იყო თუ რას ფიქრობდნენ პარტიები საერთაშორისო კონფლიქტებთან დაკავშირებით, ანუ რეალურად ნორვეგელი ამორჩეველი საკმაოდ ისეთი განვითარებული ამორჩეველია, მათ არჩევანს აკეთებს არა მარტო შიდა პრობლემების, ასე ვთქვათ, ანალიზის ფონზე, არამედ უყურებს პარტიებს, რომლებიც საერთაშორისო კონფლიქტებზე, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ამბებზე საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ, გარკვეულ ფსონს ჩამოდიან და ამ მიმართულებით ალბათ დაპირებებსაც გასცემენ. იმის მიუხედავად, რომ ლეიბორისტებმა არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვეს, პარტია საპარლამენტო დონეზე სხვა მემარცხენეებთან აპირებს, რომ გაერთიანებას კოალიცია შეკრას. ესენი არიან მწვანეები, კომუნისტები და აგრარული პარტია და თანამშრომლობას განიხილავენ მოკლედ ისინი მათთან. რაც შეეხება მემარჯვენე პროგრესულ პარტიას, მისი ლიდერები პირობას დებენ, რომ მომდენო 4 წლის განმავლობაში მთავრობას ანგარიშვალდებულებაზე იზრუნებენ, ანუ ისინი იქნებიან ჩასაფრებული ძაღლის პოზიციაში და იმუშავებენ იმაზე 2029 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვონ. თუ გაიმარჯვებენ, პირდებიან მოსახლეობას გადასახადების შემცირებას და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას. პრინციპში ეს დაპირებები მემარჯვენეების მხრიდან ერთმანეთს ჰგავს ყველა ქვეყანაში, ევროპაში მით უმეტეს. ხო. კიდევ ერთ საინტერესო სიახლეზე უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება ჯაირ ბოლსონაროს, რომელიც იყო მოგეხსენებათ ბრაზილიის პრეზიდენტი, ცოტა ისეთი პიროვნება, მისი შეფასება საკმაოდ რთულია პოზიტიურადაც და ნეგატიურადაც, მაგრამ თუ დაუჯერებთ ბრაზილიის უზენაეს სასამართლოს, ეს ადამიანი იმსახურებს არც მეტი არც ნაკლები 27 წლით თავისუფლების აღკვეთას. ძალიან კაცრი განაჩენი გამოიტანა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ, რომლის გასაჩივრებაც ბოლსონაროს იურისტებს სურთ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე და ეს გადაწყვეტილება ვერაფერს ვერ იზამენ ფიზიკურად, უზენაესია, მაგრამ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, თუმცა აქაც რამდენად გაითვალისწინებს შემდგომ უკვე ბრაზილიის ხელისუფლება, მაგალითად საერთაშორისო სასამართლოს მოწოდებას, თუ კი ოდესმე იქნა ეს მოწოდება, ეს კიდევ საერთოდ სხვა საკითხია, შესაბამისად ამ მოცემულობით ბოლსონარო იქნება პატიმრობაში, მარტივად რომ ვთქვათ. მართალია ის ჯერჯერობით შიდა პატიმრობაშია, თუმცა მალე გადაანაცვლებენ მას საკანში, სადაც სავარაუდოდ ის ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს გაატარებს. ასაკიდან გავლის შიდა პატიმრობაში დარჩეს, თუ ეს არ ნეტავად ეს დეტალი ამ ეტაპზე. როგორც იცით 70 წლის არის. კი და თუ კი მაგალითად ციხეში გადაიყვანენ მას, სავარაუდოდ იქვე უნდა დაამთავროს სიცოცხლე, ესეც არის. 27 წელი ხო? კი, 27 წელს მეც მეიჭრება პირადად ის იცხოვრებს თუ არა. მოკლედ ეს სხვა საკითხია. განსაკუთრებით რთულია. ხო, ნუ ციხეში არ არის ის მთლად იდეალური გარემო, სადაც შეიძლება 100 წელს მიაღწიო. ბრაზილიის ციხეში. კი, ბრაზილიის ციხე მით უმეტეს ხო. აქვე ის უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება ძალიან ბევრი რამ და ნუ მათ შორის თავარი ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ორგანიზება და მხარდაჭერა აჯანყებულებისა. ძალიან მძიმე ბრალდებებია აქ რეალურად. საუბარი არის როგორც ქვეყნის ღალატზე, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე, სახელმწიფო ქონების დაზიანებაზე და დემოკრატიული წყობილების
ჩამოხშობის მცდელობაზე. მოკლედ ძალიან ბევრი მძიმე ბრალდებაა და ამ ბრალდებებიდან მას ამ ეტაპზე ვერაფერი ვერ იხსნის. ამერიკას შეიძლება სხვა პოზიციები ჰქონდეს, ამ შემთხვევაში უშუალოდ ტრამპს, რომელიც ბრაზილიასთან მიმართავით ამბობს, რომ 50%-იან ტარიფებს სწორედ ბოლსონაროს წინააღმდეგ მიმდინარე პროცესების გამო აწესებს, თუმცა აქ რა არის სიმართლე, რა არ არის და რა არის მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი, ამისი გარკვევა და დამტკიცება არის ძალიან რთული, ჯერჯერობით მოცემულობა ის არის, რომ ბოლსონარო იქნება შიდა პატიმრობაში ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში და შემდეგში სავარაუდოდ უკვე საკანში. ხო, ნახოთ ამასთან დაკავშირებითაც გავუახლეთ მაყურებელს და მკითხველს ინფორმაციას. ევროპის ცენტრალური ბანკი ECB, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის თაობაზე, განაკვეთი 2%-იან ნიშნულზე დარჩა, შეინარჩუნა და ეს მოსაოდნელი სცენარი იყო. ანალიტიკოსები სხვა სცენარს პრინციპში არ განიხილავდნენ. მართალი ECB-ს ამ შეხვედრაზე არსებითად არაფერი შეუძლია, თუმცა უწყება ოფიციალურად დაადასტურა, რომ მონეტარული კომიტეტი მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთს დამატებით შეამცირებს, ანუ ემზადებიან ყოველ შემთხვევაში შემცირებისთვის, თუ ეკონომიკური სიტუაცია ისეთი იქნება, იმ ტემპით და წავა, როგორც დღეს არის ევროკავშირში, ინფლაციასთან დაკავშირებით რისკები მეტნაკლებად შემცირებულია, შესაბამისად ECB მიიღებს ალბათ ამ გადაწყვეტილებას, რომ ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის მასშტაბით იქნეს დაჩქარებული. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებით იქნება განპირობებული პრინციპში ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის შეფასებით. ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და წელს ის 3.2%-ის ფარგლებში იქნება. ჯერჯერობით ოდნავ აჭარბებს ინფლაცია ევროზონაში 2%-ს, თუმცა სავარაუდოა, რომ წლის ბოლოს 2%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება და მომავალ წლებშიც არ გასცდება სამიზნე მაჩვენებელს, რაც კარგი ამბავია ევროპის ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა და მონეტარული პოლიტიკის შემცირებაც კიდევ უფრო კარგი ამბავი იქნება ბიზნესისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, რომელიც პრინციპში ასე სჭირდება ევროზონას პროგნოზები, რომელიც წინა წლებში იყო არც თუ ისე სახარბიელო ეკონომიკურ დასთან დაკავშირებით, თუმცა ალბათ საერთაშორისო ფონდებსაც, მათ შორის S&P-ს მოუწევს გადახედოს გარკვეულ პროგნოზებს ევროპის ეკონომიკურ დასთან დაკავშირებით, რომელიც წელსაც პოზიტიური იქნება. ხო, ECB მართალია უძრავია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მომავალ კვირას სავარაუდოდ ფედი ამოძრავდება, არის მოლოდინი იმისა, რომ ის შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს 4.5%-დან, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მართლაც ასე მოხდება. რა თქმა უნდა, ეს არ უშველისო. ხო, ნუ ეს არ უშველისო, იქ რაღაცა 25 საბაზისო პუნქტიანი კლება და 50-იანი პირიქით 1.5%-ით უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება დიდი ვარაუდით, მოკლედ ნახოთ მომავალი კვირა მონეტარული პოლიტიკის მმართველობით იქნება ძალიან რთული, რადგანაც მათ შორის იაპონიის ცენტრალური ბანკიც მიიღებს გადაწყვეტილებას, კანადის ცენტრალური ბანკიც და დიდი ბრიტანეთის ასე მიყოლებით იქნება ყოველ დღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გლობალურ ბიზნესზე უნდა ვისაუბროთ და მიმართულებით ძალიან საინტერესო სიახლე აქვს კერინგს. ეს სიახლე ჩვენ აქამდეც გავაჟღერეთ, უბრალოდ ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებულია და მოქმედებაში არის შესული. კერინგი ეს არის ფრანგული მოდის კონგლომერატი, რომელიც ათობით ბრენდს აერთიანებს და მათ შორის ყველაზე მსხვილი ეს არის Gucci. შესაბამისად, Gucci-ს ფლობელი ბრენდი არის კერინგი, რომლის დამფუძნებელიც არის და ხელმძღვანელიც პინოს ოჯახი. ეს ოჯახი არის არნოს ოჯახის კონკურენტი, არნო არის ფრანგული ოჯახი, რომელიც ფლობს LVMH-ს, ანუ Louis Vuitton-ს. ანუ თავარი კონკურენცია მოდის სამყაროში არის სწორედ აი ამ ორ ოჯახს შორის, ორ ფრანგულ კონგლომერატს შორის, ორ ბრენდს შორის, აქეთ Gucci, იქით Louis Vuitton-ი. აი Gucci-ს ხელმძღვანელი იქნება ძალიან საინტერესო პიროვნება, ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება ამ კომპანიას, ეს არის Luca de Meo. ეს ადამიანი შეიძლება ზოგი მაყურებლისათვის იყოს ცნობილიც კი, რადგანაც ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთი ძალიან მსხვილი ფრანგული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. უბრალოდ ეს კომპანია არ იყო მოდის სამყაროდან, პირიქით მოდისგან ალბათ ყველაზე შორს იყო, ეს კომპანია იყო Renault. აი, Renault-ს დირექტორი რატომ ხდება კერინგის დირექტორი? ამისი ახსნა არის ძალიან რთული და აქ რა თქმა უნდა არის ამდენიმე თეორია. ერთი პირველი ის არის, რომ დემეოს აქვს ძალიან კარგი კონტაქტები მათ შორის საფრანგეთის მთავრობასთან და ევროკავშირის მარეგულირებელ სტრუქტურებთან. ეს სტრატეგიული უპირატესობაა, რა თქმა უნდა. შეიძლება როგორც მენეჯერი ამავდროულად ის არის ძალიან გამოცდილი და კარგად იცის ზოგადად როგორ დაალაგოს კომპანიის შიგნით. იცი რა, დიზაინის სფეროში რომ ეს ადამიანი Renault-ს გამარჯვებებს ახსენებ. დიზაინის სფეროში რომ ცოტა მოიკოჩლებს
კონკრეტულ მოდელს რა თქმა უნდა არ ვიტყვი, მაგრამ ცოტა ძველი შედარებით რო გადავხედოთ, Renault სამოდელო ხაზში იყო ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც საერთოდ არაფერი აქვს საერთო არც დიზაინთან, არც მოდასთან და შეიძლება არც ავტოინდუსტრიასთან. ხო, თუმცა ნუ მაინც ჯამში ახალ მოდელზე მაგას ვერ ვიტყვით. რადგან ახალი Renault-ების მიმართ დიზაინერების და მათ შორის კრიტიკოსების დამოკიდებულება საკმაოდ პოზიტიურია, არაერთი კარგი მენეჯერია ეს კაცი. კი, კარგი მენეჯერია, სხვა შორის ეს Renault-ს ფინანსურ შედეგებზე არ არის ასახული პოზიტიურად, რადგან Renault-ს ცალკე გაჭირვება აქვს იქ ჩინეთი არის და ევროკავშირის რეგულაციები და Nissan-თან გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელიც შუა გზაში დაასრულდა და არაფერი შედეგი არ გამოუღია. ნუ ეს სხვა საკითხი, ამაზე ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ამ ეტაპზე. უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ლუკა დე მეო არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც კარგად იცის საქმის კეთება, მას აქვს საერთაშორისო კონტაქტები და როგორც ჩანს, აი ამის იმედად აპირებს კერინგი განვითარებას, რადგანაც როგორც ფრანსუა ჰენრი პინო აცხადებს, ეს არის ადამიანი, რომელიც აქამდე იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, რომელიც იყო ოჯახის, ფლობელი ოჯახის წევრი. თავად კომპანიამ ვერ გაამართლა დასახული იმედები, უბრალოდ აქ საინტერესო მოცემულობა ის არის, რომ კერინგის ბოლოდროინდელი წარუმატებლობა არის დამოკიდებული და დაკავშირებული ჩინეთის ბაზარზე და სხვათა შორის ბედის ირონია, რომ Renault-ს ბოლოდროინდელი წარუმატებლობაც ჩინეთზე არის, ასე ვთქვათ, მიბმული და ერთგვარად ორივე კომპანიის ცუდი შედეგები იყო სწორედ ჩინეთის ბაზრით განპირობებული, რადგანაც ჩინეთში დიდად აღარ უნდათ ფუფუნების საგნების ყიდვა და ევროპაში მათ შორის აღარ უნდათ თუნდაც Renault-ს ყიდვა, ვინაიდან არის ბევრი ჩინური შედარებით იაფი გამოსაზრდომი ალტერნატივა. სხვა თემაზე გადავიდეთ, ჩვენ ჩაცმულობიდან გამომდინარე, დიდხან შევჩერდით ამ თემაზე. უფლებები ამ მომენტში შეება არ გვაქვს, მაგდენ. კარგი, გავაგრძელოთ ამ შემთხვევაში კრისტის აუქციონო სახლი, რომელმაც NFT დეპარტამენტი დახურა, ციფრულ არტ დეპარტამენტის დახურვის შესახებ ინფორმაცია სებასტიან სანჩესმა, ციფრული გაყიდვების მენეჯერმა social X-ემ და პლატფორმაზე გაავრცელა. დეპარტამენტი 2022 წელს დაარსდა. NFT hype-ის დროს, როდესაც ყველაფერი NFT-ში იყო. ყველაფერი NFT-ში იყო, მათ შორის ერთ-ერთი NFT, როგორც გავიგეთ, წყალტობოს NFT მაშინ შეიძინა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კომიკოსმა, ჯიმ კერიმ. კი ბატონო, ეს დადასტურებული ინფორმაცია სხვათა შორის. 2022 წელს იყო დაარსებული ეს დეპარტამენტი, მოკლედ და ბლოკჩეინზე დაფუძნებული NFT ხელოვნების სავაჭრო ვირტუალურ პლატფორმასთან კრისტი 3.0-თან ერთად, რომელიც დღესაც აქტიურია. ამ შემთხვევაში დაიხურა მხოლოდ ის დეპარტამენტი. აუქციონების სახლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და კრისტის სახლი ციფრული ხელოვნების გაყიდვების რეფორმირების პროცესშია. რა რეფორმები ტარდება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილება ალბათ იქნება მიღებული. NFT დეპარტამენტის დახურის მიუხედავად, კრისტის აუქციონების სახლი ციფრული ნახატების გაყიდვას კვლავ აგრძელებს. ახლა უკვე მე-21 საუკუნის ხელოვნების კატეგორიის ქვეშ რეორგანიზაციის ფარგლებში აუქციონის სახლმა ორი ციფრული არტ დეპარტამენტის თანამშრომელი გაათავისუფლა. მოუწია პრინციპში ამ ტიპის დეპარტამენტებში ალბათ ბევრი ადამიანი არის დასაქმებული, რადგან ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე და ორმა ადამიანმა დატოვა სამსახური. თავისთავად ხადი იმ ორი ადამიანისთვის ეს პრობლემაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ტექნოლოგიებში ჩართული ხალხი მარტივად იშოვიან სხვა სამსახურსაც კრისტის სააუქციონო სახლის მიღმა. ცნობისთვის კრისტის აუქციონების სახლს ოფიციალურ განცხადებაში არ უსაუბრია დეპარტამენტის დახურის მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ნაბიჯი კარგად არის მიზეზი, ეს არის არარსებული NFT ბაზარი, სადაც ტრანზაქციები უბრალოდ აღარ არსებობს და აბსოლუტურად ყველა NFT აქტივის ღირებულება არის ან ნული, ან არც ნული. მარტივად რომ ვთქვათ, აქტივი რომელიც გამოდის ბაზარზე, უბრალოდ არ იყიდება. შესაბამისად, ფასის თქმა არის ძალიან რთული. ხო, ნუ მაიმუნებს ისე მაინც აქვთ გარკვეული ღირებულება, რადგანაც მათზე არის ყოველთვის გარკვეულ სეგმენტში მოთხოვნა, მაგრამ ზოგადად NFT ბაზარი წინ ნამდვილად არ მიიწევს და ეს იყო უბრალოდ ტექნოლოგიური ჰაიპი, რომელიც დასუსტდა. ხო, რიცხვებით რო ვთქვათ, პრინციპში დაფუძნებიდან დღემდე კრისტის 3.0-ზე ჩატარებული 11 აუქციონიდან არც ერთი ნამუშევრის ფასი არ ასწენია $400,000, მიუხედავად ეთერიუმზე სტაბილურად მზარდი ფასებისა, $400,000 კრისტის აუქციონის სახლისთვის არ არის მაჩვენებელი, რომ მაინც და მაინც გაეგზელებინა ამ დეპარტამენტის საქმიანობა და არსებობა და შესაბამისად ზუსტად ეს კრიზისი არის განმაპირობებელი იმისა, რომ ეს დეპარტამენტი NFT დახურულია კრისტიში. ხო, თუ NFT ბუმი დასრულებულია და ამ ტექნოლოგიას არანაირი დიდად ლოგიკური ახსნა არც ქონია, იგივე ვერ ვიტყვით ახალ ბუმზე, რომელიც უკავშირდება AI-ს და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიები არ ჩერდებიან, მიმდინარეობს რბოლა, შეგვიძლია ვთქვათ ომიც კი, სადაც ბევრი მხარეა ჩართული და ერთ-ერთი ძალიან აქტიური მხარე ეს არის ჩინეთი, რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე
გიგანტით, მათ შორის არის Alibaba, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ AI-ის განვითარებაში აპირებს 53 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას. მოკლედ Alibaba-ში არ ხუმრობენ და როდესაც ჯეკმამ თქვა რომ AI მე მესმის როგორც Alibaba intelligence-ა და როგორც ჩანს აი ამ იდეას მართლაც მიყვებიან. აქ საინტერესო ის არის რომ Alibaba მხოლოდ AI მოდელის შექმნაზე კი არ მუშაობს, ჩიპებსაც კი აწარმოებს, რომელთაც გამოიყენებს მოდელების სამუშაოდ. ამ შემთხვევაში საუბარი არის ახალი თაობის ჩიპის შექმნაზე, რომელიც როგორც ამბობენ, რამდენად გადამოწმებად ეს არ ვიცი, კონკურენციას უწევს Alibaba-ს მიერ შექმნილი ჩიპი Nvidia-ს მიერ შექმნილ H20 სერიას. ეს ყველაზე მაღალი სერია არ არის, საშუალო დონის სერია, მაგრამ მაინც, როდესაც Nvidia-ს უწევ რაღაცაში კონკურენციას, ეს უკვე საოცარი შედეგია და როგორც ჩინურ კომპანიაში ამბობენ, განვითარება არ შეწყდება ამ მიმართულებით და კომპანია ეცდება, რომ ძალიან მალე ამერიკულ კომპანიებზე, მათ შორის Nvidia-ზე დამოკიდებულება ჩინური კომპანიებისათვის გახდეს ნულის ტოლი და ჩინეთის სრულად გადაერთოს ეროვნული წარმოების AI პროცესორებზე. AI პროცესორებში მოგების მარჟა არის კოლოსალური. ეს არის პლანეტის ალბათ ყველაზე სარფიანი ბიზნესი ამ ეტაპზე. შესაბამისად, აქ არის ძალიან დიდი კომერციული ინტერესი და ამიტომაც ხედავთ, რომ Alibaba ამ იდეაში, ამ ინიციატივაში აპირებს 53 მილიარდის ჩადებას და ალბათ მოლოდინი აქვს, რომ იქიდან 500 მილიარდს მინიმუმ ამოიღებენ, რადგანაც ტექ სექტორში როგორც წესი ასე ხდება. ხო, პრინციპში Nvidia-სთან კონკურენცია საკმაოდ გაჭირდება Alibaba-სთვის ჩანაცვლების კუთხით, თუმცა მათ შეუძლიათ რა თქმა უნდა შექმნან ჩიპი, რომელიც საშუალო სეგმენტში იქნება ძალიან კონკურენტული, მაგრამ აქ ეროვნულ დონეზე მინიმუმ იქნება. ხო, ეროვნულ დონეზე Alibaba საკმაოდ დიდი კონკურენტები ყავს, მათ შორის Huawei, რომელიც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიციების გაკეთებას აპირებს და Tencent-იც აგრეთვე. კი ბატონო, და ამიტომ Alibaba-სთვის მთავარი კონკურენტი ალბათ შიდა ბაზარზე არსებული კომპანიები იქნებიან პირველ ეტაპზე, რომ ზოგადად მათ მოიპოვონ გარკვეულწილად ბაზრის რაღაც პროცენტი მაინც, რომ კონკურენცია შემდეგ უკვე Nvidia-s დონეზე გადავიდეს. ამერიკული ედობი, რომელმაც მოსაოდნელზე გაცილებით უკეთესი ფინანსური შედეგები დააფიქსირა, როგორც მესამე კვარტალის ანგარიშგებიდან გავიგეთ, კომპანიამ თითქმის 6 მილიარდი შემოსავალი მიიღო, რაც მოსაოდნელზე უკეთესი შედეგია 11%-ით. 11% საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, როდესაც ერთ კვარტალში. ხო, ცოტა მილიარდებზეა საუბარი. წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 1.77 მილიარდი, ნაცვლად წინა პერიოდში დაფიქსირებული 1.68 მილიარდისა ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას კომპანიაში AI-ის გამოჩენით და ხარჯების ოპტიმიზაციით ხსნიან. მოკლედ AI არის ტექნოლოგია, რომელიც არა მარტო საომავლოდ კომპანიებს უხსნის გზას უკეთეს შემოსავლების და კოლოსალური შემოსავლების გენერირებისკენ, არამედ თანამედროვე მიმდინარედ ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპანიებისთვისაც გამოდგა გარდამტეხი მათი ზრდისა და განვითარების საქმეში. რეალურად ბევრმა კომპანიამ მოახერხა AI-ის ხარჯზე საკუთარი პროდუქტების გამრავალფეროვნებაც, გასაინტერესოებაც და ადამიანებისთვის ახალი ფუნქციონალის დამატებას, თუნდაც ედობაში ვხედავთ ფოტოების გენერირების ფუნქციონალს, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში editing-იც კი შეუძლია AI-ს და აგრეთვე კადრების გენერაცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მემონტაჟე და ხელოვნები დაინტერესებული პირი ყოველდღიურად იყენებს თავის საქმიანობაში. ისე ედობთან მიმართებით იყო საფრთხე, რომ ასე ტრადიციული კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე არიან, გარკვეულწილად ვერ აყვნენ AI-ს, დარჩნენ იმ ადგილს, სადაც იყვნენ და შემდეგ მე რა ემართებათ ხომ ეს კომპანიებს, ვიცით, ბევრი გამოცდილება იყო, თუნდაც smartphone-ების და ტელეფონების. BlackBerry და Nokia ამისი კარგი მაგალითები არიან. კი ბატონო. საქმის აღამო დღეს ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ წინგელით თელარა გელანდიავს საათბურო გადაცემა წერტილი, ჩვენ კი ორ შაბათამდე გემშვიდობებით. საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი.